გამარჯობა და განვიხილოთ უბრალოდ გავაგზავნოთ ჩვენი PHP თემა, PHP-ის აწყობა. გავუშვათ სერვერი. პირველ რიგში რა თქმა უნდა და დავიწყოთ უკვე. მოდი ვნახოთ სადაც გავჩერდით ჩვენ. აქ საიტი შევქცენ და გასაგებია, რაღაც ფონი შევქმნით. კარგი, ეხლა მოდი გავხსნათ ჩვენი პროგრამა და განვიხილოთ, ასე ვთქვათ, გავაგზავნოთ მასთან მუშაობა. დღეს უკვე შევისწავლით PHP-ს ერთ-ერთ კოდირებას, რომელიც, ასე ვთქვათ, თავიდან აგვაცილებს ზედმეტ გაუგებრობას საიტზე, ზედმეტ არეულობას, მოგესალმებით. ჩვენი დაწერილი კოდი გამოიყურება შემდეგნაირად. ჯერჯერობით აკავართ. გავაგზავნეთ. ესე ჩვენი ფოლდერი და ესე ჩვენი სამუშაო მაგიდა, ჩვენი ვებგვერდი ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ეხლა მოდი ჩვენ შევხედოთ მის კოდირებას, როგორც ხედავთ, აქ მე რაღაც მონაცემები მიწერია, მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ PHP-ს, ამიტომ PHP ამ ყველაფერს ძალიან მარტივად და ლამაზად აგვარებს. საქმე მე შემიძლია მაგალითისთვის ავიღო ჰედერი და ჩვენი ჰედერი ამ შემთხვევაში არის აი ეს. ანუ ეს რო ამოვჭრა, მაგალითად ადგილი გამოტოვოთ, რომ ვიცოდეთ რასაც ვაკეთებ, და save. შედეგს მივიღებ შემდეგს. ანუ როგორც ხედავთ, თავი მოშორ. დაკიდან დასკვნა ეს არის ვებგვერდის ჰედერი და მე ის მჭირდება. მაგრამ მე შემიძლია ის ამ კოდირებაში არ გავაკეთო და PHP საშუალებით გავწეროთ სამგან განყოფილებაში. საიდანაც მე უკვე მის რედაქტირებას მოვახსენ ის იქედან და შედეგად index ფაილი არ გადამეჭედება, ის ავტომატურად უკავშირდება სხვა ფაილებს, როგორც ამ შემთხვევაში უკავშირდება image, ანუ სხვა ფოლდერს image განყოფილებაში. სხვა ფოლდერია, როგორც ხედავთ და HTML-ი მას უკავშირდება, მაგრამ მე შემიძლია გავაკეთო PHP, რომელიც აქედან დაუკავშირდება HTML-ს და შემდეგ ისევ დაუკავშირდება image-ს. მოგეთ, აზრი ის არის, რომ ვებგვერდი ამ შემთხვევაში არავინარი დატვირთვა არ ექნება. პირიქით გამარტივდება მასთან მუშაობა, უფრო და ამასთან ერთად არ მოხდება index ფაილის გადაჭედვა, იმისთვის არასასურველი, მართალია მნიშვნელოვანი, მაგრამ არასასურველი კოდირები. მეტი თვალსაჩინოებისთვის მე გაჩვენებ, როგორ არის გაწერილი კოდი. ეს არის მისი, ასე ვთქვათ, სისტემები. ანუ რა ხდება? ანუ იგივე CSS-ი, Lame ასურათები უკავშირდება ერთმანეთს, JavaScript-ს, რომელსაც ის იყენებს, სტილები, რომელსაც ის CSS-ს იყენებს, ასევე კომენტარის დამატების ვიცი ცალკეა დაწერილი, როგორც სიახლის დამატება ცალკეა, როგორც ხედავთ ონლაინები, ანუ ყველაფერი ნავიგაცია, ოფლაინ რეჟიმი, აბსოლუტურად ყველაფერი არის ცალკე გაწერილი და შემდეგ კავშირშია ერთმანეთთან. კი ბატონო, მოდი შევქმნათ ახალი ფოლდერი, ეს ძალიან მარტივია. ჩვენ უკვე ვიცით უბრალოდ, რომ ახალი ფოლდერის სახელი მოდი დავაწეროთ ბლოკები. ის შედეგადაც მექნება მე ვებგვერდზე ასე ვთქვათ, თავის ბლოკი, ნახევარში ამუშავე ჰედერის ბლოკი, მარცხენა ბლოკი, ქვედა ბლოკი და ასე შემდეგ. კი ბატონო, ჰედერი აქ მაქვს. მოდი დავაკოპიროთ და შევქმნათ ახალი ფოლდერი. რა თქმა უნდა, PHP-ში. შემიძლია ეს ყველაფერი დავშოვოთ და ჩავწეროთ ჰედერი. ფოლდერი დავამახსოვრებინოთ ბლოკს განყოფილებაში და მისი სახელი იყოს. რა თქმა უნდა, PHP. კი ბატონო, ეს ყველაფერი ძალიან კარგი. ეხლა მე უნდა დავაკავშირო PHP HTML-თან, ანუ ინდექსი ამ header ბლოკთან. შედეგად დამჭირდება შემდეგი კოდირება და მოდი შევუერთოთ, ასე ვთქვათ, ჩვენს განყოფილებას, სწორედ ეს header. ვიწყებთ, ანუ შეგვიძლია ხელი დავწეროთ, ან შეგვიძლია აქედან ავირჩიოთ PHP განყოფილება, შემდეგ PHP-ის კოდირება, მარტივია. აი ეს არის მისი კოდი. მარტივია და რატო? როდესაც ჩვენ HTML-ში ვწერთ, ეს არის მისი გამხსნელი, ეს არის მისი დამხურავი. ხო, ვიცი კარგად. დაახლოებით აკეთებს ხალი, ეს თავისებური, ეს არის მისი გამხსნელი დამხურავი. ხოლო PHP-თვის ეს არის მისი გახსნა, ეს არის მისი დახურვა. ესეც სულს არ წარმოადგენს. დაგვჭირდება იმ კოდის მიერთება შესაბამისი, რა თქმა უნდა, დანება უნდა ვიცოდეთ და
დაგჭირდება ის მისამართი, რომელ ფაილსაც ვუთითებთ. ამ შემთხვევაში ეს იქნება ჩვენი ფაილი არის წყალგამყოფილებლად ბლოკს განყოფილებაში და მისი ბლოკს განყოფილებაში და მისი სახელია header-ი, ხოლო გაფართოება არის PHP. ეს აუცილებლად უნდა უცბად მას, რომ ასე ვთქვათ, ემუშაოს და წყალები ესეთი წერტილზიმე, რომელსაც საშუალებითაც ის დაუკავშირდება. მოდი ახლა დავასეიროთ და ნახოთ. ესეთი ჰქონდა, სანამ თავი არ ჰქონდა და ასეთ თავი გაუჩნდა. ანუ ეხლა ჩვენ თუ კოდირებაში შევალთ, დავინახავთ, რომ მას თავი რეალურად იქ აქვს, სადაც უნდა იყოს. ანუ header-ი თავისად ისე იმყოფება, მაგრამ web-გვერდში აი აქ არის, მასშტაბები ხდება, მაგრამ კოდირებაში ის არის PHP-ში გაწერილი და უკავშირდება აი ამ განყოფილებას, ანუ header განყოფილებას უკავშირდება, რომელიც იმყოფება blocks folder-ში. მე მგონი გასაგებად აუხსენი შესაბამისად ინდექსი არის ძალიან ძლიერ მოცულობი. ნუ ინდექსს კიდე აქ დათვისვა, მოდი დანარჩენ დათვისვას გადავხედოთ. მაგალითისთვის ასევე არ არის საჭირო ჩვენ გქონდეს ეს საიტის ნავიგაცია, ეს მარცხენა მხარე. აი ეს კოდი შეიძლება საკე გავწერო. ამას ეს არ ვარ ასე ვთქვათ შეზღუდული არაფერში არ ვარ ფაქტიურად. ნუ შემიძლია გავწერო და კი ბატონო, ამას აუცილებლად გავაკეთებ. კარგი, ეხლა ნახოთ ეს სარიცხება და სათვალდება. ესე იგი, აი აქედან იწყება მისი გაფართოება. ეს ჩვენ გავაკეთეთ და ვიცით 225 პიქსელია, კი ბატონო, აქედან იწყება და აქ თავდება. ანუ ეს არის ჩვენი ფოლდერი. საიდან ვიქით ამის დაწყება დამთავრებას ეს მარტივია თუ ან ჩვენ ეს არის უჯრა, ნუ HTML-ი აუცილებელი რომ მიცოდეთ, როდესაც PHP-ს ვაკეთებ და ეს არის უჯრის ასასრული და ასე ვთქვათ, მე ვიცი რომ ეს უკვე ჩემი შესახებ არამე ის არის, სწორედ რაც მინდა რომ იყოს. მოკლედ, ამოვიღოთ და COVID-დან უკვე ახალი ბრძანება იწყება. დავამახსოვრებინო და ვნახოთ როგორ დამახინჯდება ჩვენი ვებგვერდი ამის არარსებობის შემთხვევაში. ნუ როგორც ვთქვათ, მარცხენა მხარე მოიხსნა და ნუ ვებგვერდი კი ბატონო დამახინჯდა. კარგი, გადავდივარ ახლა უკვე ახალ ფაილში ისევ PHP-ს რა თქმა უნდა. და სამ იქიდან კოპირებულ მასალას. ესე. ეხლა ამ მასალასაც უნდა დავარქვათ სახელი. იგივე განყოფილებაში ვინახავთ. და მას დავარქვი left to do, ანუ left და ეს მარცხენა მხარე უჯრა. ანუ მე ესე ვიმახსოვრებ, შეგიძლიათ სხვა სახელი დაარქვათ. header-ი და left კი ბატონო. აი ახაც დაემატება ჩვენს ბლოკის განყოფილებაში left ესეთი სახე. ნუ კოდირება აბსოლუტურად იგივეა, შეგიძლია უბრალოდ ეს დააკოპირო და აქ ჩაასვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, просто განსხვავებული იქნება ამის სახელი. და ის იქნება left to do. იგივე ალბათ მიხვდეთ გულისხმობ ეს არის იგივე კოდი PHP-ში და დაუკავშირდება იგივე ბლოკ განყოფილებაში მაქვს, ასე რომ თავიდან გაწერა შემიძლია უბრალოდ კოპირება მიცე და ეს ყველაფერი იქნება მოგვარებული, როგორც ხედავთ საიტზე. კი ბატონო, შემდეგი მე მაქვს ფუთერი, ანუ ქვედა განყოფილება, ესეც შემიძლია ამოვიღო. ესე გავხსნა ახალი PHP ჩავსვა. შემდეგ დავამახსოვრო PHP რა თქმა უნდა. მივცე შესაბამისი სახელი და გავწერო PHP-ში. ესეც ასე. ნუ აქაც არაფერი არ შეიძლება. მაგრამ რეალურად მე შემეცვალა index ფაილი. index ფაილი აღარ არის ინდენტატუში, პოშინ ვიხდები აქ რასაც არის. შეგიძლია უბრალოდ დაალაგო ლამაზად რომ დაჟე. ცოტა ადგილი დაიკავოს და ნუ ყველაფერი დავასეიროთ, რაც დავაკეთეთ და ეხლა განვიხილოთ რა გავაკეთეთ. ანუ index ფაილი როგორც ხდება გაიწერა PHP-ში, ნუ გარკვეული მონაცემები, ის უკავშირდება აი ამ ფოლდერში არსებულ ფაილებს. და შედეგად, რა თქმა უნდა, ვებგვერდი ჩათვლის დროს არანაირ დისკომფორტს არ განიცდის, აბსოლუტურად იგივეა, რაც იქამდე იყო. და
ხო ეხლა შეიძლება მის კოდირებას, აი მისი კოდირება. დარჩა იგივე, უბრალოდ შეიძლება შემთხვევაში ინდექს ფაილი და მე ვიცი რომ ინდექსში ну რასაც არის ეს ყველაფერი ვიცი რა მარტივი აქ ვიდე მეწეროს აქ header-ის რაღაც ჩამონათვალი HTML-ს და ვერ გავიგო სათავდება თავის საიტის და სათავდება გვერდის საიტის ანუ ეს είναι ასეთი პრობლემა რო შემექმნეს და მაგალითად მე მინდა გვერდის პანელზე რაღაცა დამატება ხო მე გვერდის დამატება არ გავხსნი ინდექს ფაილს და უამრავ ფაილში არ დავიწყებ მის ზებნას შემიძლია უბრალოდ ავირჩიო ლეებს განყოფილება და აბატონო ხო ახალი გვერდის დამატება მინდა დავამატო ახალი გვერდი. მე მგონი გასაგებია რასაც ვამბობ. შეგვიძლია ჩვენი სრულიობა შევხედოთ ასმალოს. შევაძალაში, ну, დაბეკავშირში ერთმანეთთან მარტივი მიზეზის გამო. კარგი, ამ ეტაპზე მოდი აქ შევხედოთ ძეძეობით ეს შევნახოთ და თქვა განვიხილოთ, კითხვა შეგიძლიათ მოგმართოთ და შემდეგ უკვე გადავდივართ უფრო შედარებით სრულ თემას.